საქართველოში სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს. გრძელდება მასობრივი პროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, წერს კარლ ბილდტი. ამ განცხადებას ქართულ ოცნებაში ეხმაურებიან. ასეთი ლობისტური ჯგუფები სამწუხაროდ დღეს ბევრი არსებობს ევროპარლამენტშიც და ზოგადად მთლიანად ევროკავშირშიც. პირდაპირ მოწოდებები იყო რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რომ აი ხმა მიეცით რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ვინ მიცა ამისი უფლება და შემდეგ, როდესაც ისინი დამარცხდნენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ხო, აგონიურ მდგომარეობაში არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი დამარცხებულები არიან პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის მაგივრად, ჩაგვიტარეს წინა საარჩევნო კამპანია საქართველოში. რამდენიმე დღის წინ ბატონი როთი გამოეხმაურა თუ არ ვცდები ბატონი ილონ მასკის ერთ-ერთ ტვიტს, სადაც მან ასე ვთქვათ მხარდაჭერა გამოუცხადა ერთ-ერთ პარტიას გერმანიაში, ხო? და აღშფოთდა ბატონი როთი და იქ კიდე რამდენიმე მინისტრი იყო გერმანიის, რომ ეს ჩვენ საქმეებში შიდა ჩარევა არისო და აბა ჩვენ შემთხვევაში როგორ ხდება, რატომ აძლევენ ამის უფლებას თავიანთ თავს? ჩვენ კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ამოვიდეთ და თუკი დამოუკიდებელ ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა და სუვერენულ ქვეყნებთან გვაქვს სურვილი გქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ ქვეყნის მოსახლეობის ხალხის ერის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და როდესაც ასეთი არჩევანი დგება და მოსახლეობა კონკრეტულ ნაბიჯს დგავს, უნდა თვალი გაუსწოროთ სიმართლეს და მივიღოთ ის მოცემულობა, რაც არსებობს ამა თუ იმ სახელმწიფოში. ეს არის სწორედ ის პოზიცია, რომელზეც უნდა იდგეს ევროკავშირი.